საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ორშაბათი დღეა, 8:30 და ტრადიციულად პირდაპირ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი. და ორშაბათ დღეს კრიტიკული აზრის წამყვანები ვართ ჩვენ მე გიორგი ლომია და ბატონი გოჩა ჯოჯოა. თქვენ როგორც ყოველთვის შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში, გაგვაცნოთ თქვენი აზრები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, ჩვენთვის თქვენი აზრები საინტერესოა, შეიძლება ეს არ ეხებოდეს იმ თემას, რაზედაც ჩვენ დავიწყებთ საუბარს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ ძვირფასო მაყურებლებო, ყველაფრის უფლება გაქვთ. ერთადერთი ერთმანეთს არ ვაყენებთ შეურაცხყოფას, ერთმანეთს მე ვგულისხმობ არა მარტო ჩვენ და თქვენ, არამედ თქვენ და ასევე თქვენ, ანუ მაყურებელი ერთმანეთს არ აყენებს შეურაცხყოფას. აი ეს წესები უნდა დავიცოთ, დანარჩენი რაც გინდათ, რა თემაზეც გინდათ შეგვიძლია ვისაუბროთ. გოჩა დაიწყე შენ თემით და მე უკვე მაყურებელით შემოგვიერთდება. კი ბატონო, ეს მივესალმები ჩვენს მაყურებელს. თემაც რასაკვირველია, თითქმის ყოველთვის ერთი ის ტკივილი გვაქვს, რომელიც ტკივილიც საბოლოო ჯამში თითოეულ ჩვენგანს ეხება. ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე, ეს არის როგორ განვითარდება სიტუაცია, რა იქნება ჩვენს გარშემო და შემდგომ ეს როგორ მოახდენს გავლენას ჩვენ შიგნით და ჩვენს ცხოვრებაზე, ხო, პირდაპირ. მე რა მინდოდა, იცით, მე თქვა, რომ ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ ადამიანებს რჩება ჩდაბეჭდილება, როდესაც ჩვენ ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ, რომ გონიათ და პარალელს ავლებენ ხოლმე იმ ნაწილთან, რომელიც ნაწილიც მათთვის მიუღებელია და ჩვენთვის ეს მიუღებელი დიდი ხნის წინ იყო და მუდმივად ამაზე და მათთან ქონდა დაპირისპირება. ეს არის ეგრეთ წოდებული, ესე დავარქვათ, ლიბერალური ფრთა, ასე ვთქვათ, ის მედასავლეთეები, რომლებიც თავიანთ თავს თვლიან, რომ არიან პროატლანტიკური ამ სივრცის მომხრეები, მხარდამჭერები და აქედან გამომდინარე თითქოს ეს დაპირისპირება, რომელიც ახლა ხდება და ისინი ყოველ შემთხვევაში ასე ხედავენ, რომ ეს არის დაპირისპირება არა იმაზე, რის დეკლარირებასაც ახდენს ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი და მისი სახით, ასე ვთქვათ, ქართული ოცნება, რომ ჩვენ გვინდა სუვერენული სახელმწიფო, რომელიც იქნება დაბალანსირებული, იქნება ბალანსი როგორც დასავლეთთან, ისევე ვთქვათ, აღმოსავლეთთან, ჩრდილოეთთან, სამხრეთთან და ეს არის სუვერენიტეტის, ასე ვთქვათ, მთავარი ფუნდამენტი და რითაც ცხოვრობდა კიდევაც საქართველო და აქამდე ვთქვათ, თავი მოიტანა. შევძელით ის, რომ ჩვენი ენა, კულტურა, ტერიტორია ის, რაც გვაქვს, ხო, ეს ყველაფერი გადავარჩინეთ და გვინდა ამისი შემდგომში, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო ერთის შენარჩუნება და მეორეს ვფიქრობთ იმას, რომ უფრო ძლიერი, ღონიერი ეკონომიკით და რაც მოგცემს საშუალებას ჩვენი ქართული კულტურა განვავითაროთ, სუვერენული სახელმწიფო ვიყოთ და მართლაც ყველა მიმართულებით გქონდეს ჩვენი პოლიტიკა. ჩვენი პოლიტიკა როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ასე ვთქვათ, ქვეყნის გარეთაც. ხო, აქედან გამომდინარე არის სწორედ, რომ ამას ვფიქრობთ და ამას ვცდილობთ, რომ ავხსნათ თუ რა შეცდომები მოსდის ხელისუფლებას და რატომ ვერ აკეთებს იმას, რაც რის დეკლარირებასაც ახდენს და რაც, ასე ვთქვათ, თითოეული ალბათ ჩვენთაგანისთვის არის სწორედ ის შეცდომები ჩვენიდან დანახული, ასე ვთქვათ, შეიძლება არ დაგვეთანხმოს მაყურებელი და თქვას, რომ არა ბატონო, სწორედ აკეთებს, კი ბატონო. მოდი ზარს მოусმინოთ, ბატონო. ისმენთ. ალო. დიახ. მადლობა. მოგესალმებით. ძალიან დიდი თქვენი მომხრე ვარ. ყოველთვის და ერთი აზრი მაქვს, ჩემ ისა ალტიფოს ბიჭები ძალიან დიდი ის ქონდათ, მომხრეები ყავდა ძალიან ბევრი, ჯვარი რო აღმართეს, ის რო LGBT ის რო ჩაშალეს. რამდენი ხალხი იყო და თქვენ რო ერთად იმოქმედოთ, ძალიან კარგი იქნება და გაიმართოთ აუცილებლად. გაიხარეთ, მადლობა. ჩვენ ერთად მოქმედებდით, ერთად თქვენ ნახეთ კიდევაც გქონდა საარჩევნო, ასე ვთქვათ, ბლოკი, ერთად გამოვდიოდით, არა მარტო ალტინფოსთან, არამედ კიდევ 7-8 პოლიტიკური ჯგუფი და არასამთავრობო ორგანიზაციებიც იყო გაერთიანებული, ასე რომ ეს ეთერი და ეს ტელევიზია და არა მარტო ტელევიზია გამოხატავს იმ აზრს, რომელიც აზრით საერთო ჯამში ტრიალებს ამ ოპოზიციურ, კონსერვატიულ, ასე ვთქვათ, მემარჯვენე, შეიძლება ითქვას, ეროვნულ ფრთაზე. ხო, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ იმას, რომ ურთიერთობა გქონდეს
დღეს პოლიტიკურ ურთიერთობებზე საუბარი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გამოდის ეს ყველაფერი, ხანდახან არ გამოდის. დღეს არჩევანი ესეთი გაკეთდა, რომ ყველა თავთავისით მიიღებს. ყოველ შემთხვევაში ეს მომენტი ესე დადგა ამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და შემდგომ ამისა რასაკვირველია, რაღაც გარკვეული კოორდინაციები ყოველთვის გვექნება და იმასაც ვეცდებით, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ იქნება და შევძლოთ, ხო, რომ ამ საერთო პლატფორმაზე რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ძალა იდგეს, რომელსაც მართლაც შეიძლება ასე ითქვას, რომ მართლა ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა, მაგრამ უნდა ისე, რომ არც დასავლეთთან კონდეს მტრული დამოკიდებულება, არც ჩრდილოეთთან, მით უმეტეს აღმოსავლეთთან, რომელთანაც მუდმივად ასე ვთქვათ ვიყავით კონტაქტში და შუქ ჩრდილებით არის, ხო, ეს კონტაქტები უფრო მეტად იყო ხოლმე, რომ მათი ისტორიული მას თუ გავიხსენებთ, ჩვენს წინა პირობებს რაც ჰქონდა, ხშირ შემთხვევაში მათგან ისეთი აგრესია იყო, რომ ქვეყანა გინდათ ეს ირანი, დღევანდელი ირანი და მაშინ სპარსეთთან როცა იყო, მე ოსმალეთი და დღევანდელი თურქეთი, არაბულ სამყაროსთანაც, ეს ჩვეულებრივად ესეა, არა მარტო ჩვენ, არამედ თითქმის ყველა სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც დღეს არის, მსგავსი ურთიერთობები ჰქონდა თავის მეზობლებთან. მაგრამ აქედან გამომდინარე ვფიქრობთ იმასაც, რომ მუდმივად მზად ვიყოთ იმისთვის, რომ ქვეყანას დაცვა ჭირდება და ეს დაცვა არ ნიშნავს მაინდამაინც ხმლით მოსულის კან უნდა დაიცვა თავი, ეს არის ეკონომიკური ექსპანსია, ეს არის დემოგრაფიული ექსპანსია, ბევრი პრობლემებია ჩვენს გარშემო და უნდა შევძლოთ, რომ დავაბალანსოთ ეს ყველაფერი. და ამაში კიდევ გეუბნებით, რომ ყოველთვის არის ღია, აგერ მე მაგალითი ვარ იმისი, რომ და არა მარტო მე ტელევიზორში ხშირად ხედავთ ხოლმე იმ ადამიანებს, რომლებიც პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური პარტიის წევრები არ არიან და არ ვართ, მაგრამ გვაქვს ის პლატფორმა, სადაც შეგვიძლია რომ თქვენთან ერთადაც ვისაუბროთ და ასევე არჩევნებთან მიმართებაში, როდესაც დგება ხოლმე საკითხი, მე ახლა ხარს უჭერ რასაკვირველია და ხშირ შემთხვევაში ამას ვამბობთ კიდევაც და ახლაც ვიმეორებ, რომ კარგი არჩევანი იქნება თუ კი 8 ნომერ შემოხაზავთ, აი თქვენ თვითონაც ამბობდით, რომ ეს ის 8 ნომერია, რომელიც მუდმივად თავის პრინციპებზე იდგა, მუდმივად არ შეუცვლია, მიუხედავად იმისა, რომ იცვლებოდა მთელი რიგი პირობები, იცვლებოდა სიტუაცია, იცვლებოდა ხელისუფლებები, მიუხედავად ამისა, ურყევად იდგა იმ პოზიციაზე, რომელი პოზიციაც, აი რასაც ახლა თქვენ ბრძანებდით, ეს არის სწორედ ის, რომ ჩვენი ქართული კულტურა ის რაც უნიკალური გვაქვს და ეს განგვასხვავებს, ხო? ჩვენ მარტო ის ხომ არ არის რაღაცა ტერიტორიული ერთი ნაწილი, რომელსაც უნდა მხოლოდ სუვერენიტეტი. ჩვენ ცალკე შეიძლება ითქვას, რომ ცივილიზაციაც კი ვართ. ეს არის კავკასიურ ცივილიზაციაში ქართული ცივილიზაცია, რომელიც მუდმივად იყო წამყვანი და მუდმივად შეიძლება ითქვას, რომ იყო მხარდამჭერი იმ დანარჩენი ეთნიკური ჯგუფებისა, რომლებიც კავკასიაში ცხოვრობდნენ და მუდმივად ცდილობდნენ იმას, რომ მათი ინტერესები გაგვეთვალისწინებინა. ზარი ეთერში. ბატონო, უსმინოთ. დიახ, გისმენთ ისაუბრეთ. იცით რა, ეს არის კავკასია, შეიძლება კავკასიაში მომხმარებელი ქვეყანა კავკასია. ევროპა, აზია, ეს კავკასია არის საქართველო. ჩვენი მეუბნება, ჩვენი კაცობა, ჩვენი უნდა გქონდეს ყოველთვის გქონდა და უნდა გქონდეს ეხლა. და უნდა გქონდეს ურთიერთობა ყოველ ქვეყანასთან. იგივე რუსეთთანაც თუგინა. ნუ დაველაპარაკოთ, პუტინი კი არა, მაგრამ რუსეთი. დასაკვირველი. ეს მართლმადიდებლური ქვეყანა და უამრავი ქართველებს ალოჯენის ფონდს. მუდმივად ვაკეთებდით ამას, ალბათ შემჩნეული გაქვთ თქვენ, რომ ამას მუდმივად ვიძახდით და დღესაც იგივეს ვამბობთ. და კარგია რომ თქვენ თვითონ თქვით, რომ პუტინი არ არის მარტო რუსეთი, ხო? ანუ დღეს პუტინი მართავს რუსეთს როგორც პრეზიდენტი. ხვალ თქვათ, სხვა პრეზიდენტი იქნება ზე კიდე სხვა და მანამდეც სხვები იყვნენ. ანუ რუსეთი ასევე როგორც ევროპა, ასევე როგორც ამერიკა ბუნებრივია იმის თქმა, რომ რუსეთი ცუდია, ან ამერიკა ცუდია, ის აპრიორში არასწორია. ჩვენ ამაზე ვამახვილებთ ყოველთვის ყურადღებას. იმაზე კი არა, რომელი ლიდერი რას ჩადის, მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, არა. ჩვენ ყოველთვის ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ არ შეიძლება ქვეყანაზე თქვა, რომ ქვეყანა და ერი უვარგისია და ჩვენთვის მიუღებელია და ასე შემდეგ. აი როგორც ზოგიერთი ამბობს ხოლმე, ევროპა ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროპა რა შუაშია. ევროპაში ცხოვრობს ისეთივე ხალხი, როგორც აზროვნებით, როგორიც ვართ ჩვენ მაგალითად. მე ძალიან ბევრ ევროპელს ვიცნობ, რომელიც ასევე იცავს ოჯახურ სიწმინდეს და ფასეულობებს, როგორც ჩვენ. და როგორ უნდა ვთქვა, რომ მაგრამ ცუდია მაინც, იმიტომ რომ ევროპაში ცხოვრობს, რა აბსურდია. და ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში, ვისთვისაც ეს ოჯახური სიწმინდე და რაღაც არის ფარსი და უბრალოდ შოუა.
და თქვათ ახლა რომ ქართველები ცუდები ვართ, ანუ საქართველოს ცუდია, ჩვენ ხო ამას ესე არ ვუყურებთ და ამიტომ მოდით ერთ რამეზე შევთანხმდით თქვენთვისაც რა. შევთანხმდით იმაზე რომ ერი და ქვეყანა ცუდი ვერ იქნება, თუ რამე არ მოგწონს. ეს არის იმ დროინდელი ხელისუფლების ბრალია, ანუ მართველობის ბრალია, რომელიც იმ მომენტში ან მართავდა, ან მართავს ქვეყანას და ჩვენთვის მიუღებელ კანონი იქნება ეს თუ თხოვნა თუ რაღაცა, ანუ ისეთ რამეს გვთავაზობს, რაც თქვა ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ეს სულაც იმას არ ნიშნავს, რომ ხვალზე გარ შეიცვლება ხელისუფლება, როგორც ამერიკაში მოხდა. მოვიდა ტრამპი და აგერ ბევრი რამე შეიცვალა, ხო? ოლიმპიურ თამაშებში ეხლა უკვე არ იღებს მონაწილეობას კაცად ქალად გადაკეთებული კაცი და ქალთა ნაკრებში ვერ იმონაწილეებს, იმიტომ რომ პირდაპირ ამობენ რომ ეს არ არის სამართლიანი. სხვა ქალებთან მიმართებაში. ის რაც მანამდე არსებობდა, თორემ დაუბრუნდით იმას, რაც ნორმალურია. ის იყო რაღაც გარკვეული გავლენებიდან ანუ იმ მომენტში რომ ვინმეს ეკითხა, კარგია, ვიტყოდით, არა ძალიან ცუდია, მაგრამ ეს ხო ამერიკის ბრალი არ იყო. ეს იყო კონკრეტული ადმინისტრაციის, კონკრეტული ადამიანების ერთ კაცს ვერ დავაბრალე, ვერ ვიტყვი რომ ბაიდენის brალი იყო. ბაიდენი ამას ვერ გადაწყვიტავდა. ეს იყო რაღაც კონკრეტული ჯგუფის ბრალი, რომელიც დღესაც არსებობს და ცდილობს კონკრეტული გავლენის მოხდენას, მაგრამ დღეს უკვე იმხელა ძალა არ აქვს დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში, ამიტომ არ გამოსდის. ხვალ რა იქნება ზეგ არ ვიცით, დღეს ყოველ შემთხვევაში ასე მდგომარეობა. ამიტომ რუსეთ ყველასთან უნდა გქონდეს ურთიერთობა. ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობ და ზუსტად იმიტომ ვსაუბრობთ, რომ არ არსებობს ცუდი ქვეყანა, ცუდი ერი, შეიძლება იყოს მიუღებელი მართველობა, მიუღებელი მართველი ან ადმინისტრაცია, რომელიც ხვალზე შეიცვლება და მე ყველაფერი დაალაგდება. ზარია, შემოუშვით. გამარჯობათ. იცით რა არის თქვენ არხზე დაჯდა გულაშვილის არხი, რაღაც ჯორჯიან რაღაცა და ბერცად ვერ პოვლობ თქვენ არხს. რა ხდება? ანუ ჯორჯიან ტაიმსი დაჯდა ობიექტივზე? დიახ და არსა და მე ახლა როგორ გვირეკავთ, ახლა როგორ გვიპოვეთ? ახლა ტელეფონში ავკრიბე ისე თქვენი ნომერი და ვერ გიყურებ. ვაი დავრეკე ისე რომ გავიგო რა ხდება მეთქი. ტელეფონში თქვენი ნომერი ხომ მქონდა, მე თქვენი მაყურებელი ვარ და გირეკავთ ხოლმე. გასაგებია, დიდი მადლობა რომ შეგვატყობინეთ. თქვენ რითი გვიყურებდეთ? სილკნეტით, მაგთით, აი არა ქონდათ თქვენ ანუ რითი? არა, ანტენით. საცხოვრობთ თბილისში? თბილისში. მაშინ რატო დაჯდა თბილისში უმაუწყებლობთ ჩვეულებრივად? ბერცად ვეღარ მიპოვნე თქვენი არხი. აი ტექნიკურ ერთი კვირა მაინც გადის. კარგით, მე ტექნიკურ ჯგუფზე უკეთესად ვერ გიპასუხებთ, ამიტომ არ დაკიდოთ ხურმილი, ტექნიკური ჯგუფი გააგრძელებს თქვენთან საუბარს და ალბათ აგიხსნით თუ რა ხდება და როგორ უნდა იპოვოთ ობიექტივი. კეთილი. დიდი მადლობა ზარისთვის და თუ კიდე ვინმეს მსგავსი პრობლემა კი ბატონო შეხვდა, გთხოვთ შეატყობინოთ ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს. გოჩა გააგრძელე. რა რეცი გიორგი, აი მივედით აი მე რისთვისაც მინდა მე ჩვენ ზაროს პასუხობდით. სინამდვილეში ხომ მე მგონი ამაშიც მინდა რომ რაღაცა თანხმობა ვიპოვოთ ჩვენს მაყურებელთანაც. როდესაც ჩვენ პირველ პირს და ეს მას მერე რაც თქვა დამოუკიდებელი ქვეყანა ჩამოვყალიბდით. როდესაც ჩვენ პირველ პირს ვაკრიტიკებთ, ეს ყოველთვის არ ნიშნავს რომ ჩვენ მისი მტრები ვართ. და დღევანდელ შემთხვევაშიც მინდა რომ ასე დაინახოს ჩვენმა მაყურებელმაც. ის რასაც ამბობს დღეს და ჩვენ ვნახეთ ხომ ამ რამოდენიმე ხნის უკან ერთ-ერთი ამირა ჩამოსული იყო, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი თვითონ შეხვდა და მე ხშირად ვამბობდი ხოლმე ჩემს გადაცემაშიც აქაც მithქვია, რომ აი პირველი პირის პრობლემა გვაქვს. აი ხვალდაზე რომ მოხდეს, ხო, ვის უნდა შეხვდეს თქვათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვის უნდა შეხვდეს თქვათ რუსეთის პრეზიდენტი ან დანარჩენი თქვათ ქვეყნების სუვერენული ქვეყნების თქვათ პრეზიდენტები და პირველი პირები. თუ ისინი ხვდებიან იმ პირველ პირს, რომელიც ოფიციალურად არის წარმოდგენილი, სინამდვილეში იმ შეხვედრამაც დაგვანახა, ხო, რომ ბიძინა ივანიშვილი შეხვდა საამიროების წარმომადგენელს და ამ შეხვედრას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი. ანუ ჩვენ თვითონ ვერ ვამბობთ, ამას ხომ ოპოზიციური ტელევიზიები არ ამბობენ, ამას ამბობენ ოფიციალური ასე თქვა სატელევიზიო ხელისუფლებას ვინც ხარს უჭერს. ასე აფასებენ. ანუ ეს ის შემთხვევა, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, უხერხულობა იქნება. აზერბაიჯანის პრეზიდენტი იმის გამო, რომ ჩვენი ურთიერთობები, დიდი ხნის ურთიერთობები გვაქვს, მეგობრული ურთიერთობები გვაქვს და აუცილებლობა იყო ალბათ ისეთი, რომ უნდა ენახა და შეხვდა
არაოფიციალურ ადგილზე. ბოდიში მე ერთი ეს მსგავსი შემთხვევა მინახავს, როდესაც დიდ ბრიტანეთის დედოფალს ხვდებოდნენ და ამბობდნენ, რომ დედოფალი და პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. კი. იმიტომ რომ დედოფალი წარმოადგენს ამ შემთხვევაში. აი ამ შემთხვევაში, აქაც ალბათ იქამდე მივდივართ, ხო? ხო, ოღონდ ამას ვერ ვაფორმებთ ინსტიტუციურად და ინსტიტუციურად ვერ, მაგრამ უნდათ რომ დამკვიდრდეს საზოგადოებაში ეს აზრი, სავარაუდოდ. მე არ ვიცი მართლა ესე უნდათ თუ სინამდვილეში ესე გამოსდით, იმიტომ რომ ამ უხერხულობას მე მგონი თვითონაც უნდა გძნობდნენ და ამას რატო ვამბობ? რეალურად, ხო, აი რადგანაც ვხედავთ იმას, რომ პირველი პირი სინამდვილეში ქვეყნის და ყველამ ვიცით, რომ ქართულ ოცნებას ვინც ხარს უჭერს და ხმას თუ აძლევს. ის ხმას კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს აძლევს. ხო, მე აქედან გამოვდივარ და ჩემთვის მთავარია მისი პოზიცია. და ის ამბობს ისეთ რამეს, რაც აი დეკლარირება ისიც ჩვენ მოვახდინეთ სწორედ და ვთქვით, რომ მას სურს ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, მას სურს რომ ის არ იყოს, ასე ვთქვათ, თუნდაც დასავლეთზე დამოკიდებული იმდენად, რომ დასავლეთს აქ როცა მოუნდება მაშინ სვალოს ხელისუფლებები და სავსებით ლოგიკური და სწორი და ადეკვატური, ასე ვთქვათ, შეფასება ამის მას სურს რომ არც რუსეთს კონდეს ამის საშუალება და არც საერთოდ რომელიმე სხვა ქვეყანას შეეძლოს ჩვენ ქვეყანაში პირდაპირ ზეგავლენის მოხდენა. 100%-ით ვეთანხმებით და ორივე ხელით მზად ვარ და ვამბობ რომ ეს ესე უნდა იყოს, მაგრამ რას ვაკეთებთ და რა ინსტრუმენტებით ვცდილობთ ამის გაკეთებას? შეძლო კი ამ ადამიანმა რაც სურს იმის გაკეთება თუ სურვილი, რომელიც მას აქვს. გამომდინარე იქიდან რომ ქმედებები, რომელსაც მე მისი ხელისუფლება აკეთებს, რამდენად ადეკვატურია იმისი, რისი გაკეთებაც გვინდა. ამიტომ ვამბობდით და გახსოვთ წინა გადაცემაზეც ვთქვით, იმის წინ საერთოდ არჩევნების დროს ვამბობდით, რომ გინდათ გადაარჩინოთ ქართული ოცნება? გინდათ რომ ივანიშვილს რაც სურს ეს გამოვიდეს? ამიტომ ხმა მიეცით არა ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში პრობლემები იქმნება. ეხლაც მინდა ეს, ასე ვთქვათ, ეს თემა კიდევ უფრო ჩამოშლილად, კიდევ უფრო მეტად მოგაწოდოთ. დღევანდელი სიტუაციაც გვაჩვენებს, რომ ის რასაც ივანიშვილი ამბობს, იმის გასაკეთებლად რამდენად საკმარისია ის პოლიტიკა, რომელსაც ვაკეთებთ. და გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთი გვეუბნება, რომ ასეთი ხელისუფლება არ მინდა. აქ ამაზეა პრობლემა, ჩვენ რატო შეგვექნა დასავლეთთან პრობლემა? იმიტომ კი არ შეგვექნა, რასაც გვეუბნება ომს, ასე ვთქვათ, ომში გვითრევდნენ. შეიძლება ეს აზრი ნებისმიერს გაუჩნდეს და იგივე შეიძლება თქვას მოლდავეთმა, იგივე შეიძლება თქვას პოლონეთმა, იგივე ყველა ქვეყანამ თქვას, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული წრე არსებობს ადამიანებისა და ჩვენ აგერ ვამბობდით და სწორედ ამას ამბობდით, რომ იყო ადამიანთა გარკვეული წრე, რომელიც გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ სახელმწიფოებს თქვათ ქონდათ რაღაც გარკვეული შეიძლება ითქვას ის მიმართულებები აღებული, რაც შეეხებოდა LGBT-ს, რაც შეეხებოდა თუნდაც ომის პარტიას. მაგრამ სინამდვილეში ხო ამას ვერ აკეთებენ, ვერ გეუბნებიან, ვერც ერთი ქვეყნის ელჩი ვერ გეტყვის იმას, რომ ჩემს ქვეყანას ეს უნდა და პირიქით გამოდიან და რას გვაბრალებ თუ ამას ამბობენ. ჩვენც ვერ ვამტკიცებთ ამას, რომ ეს ესეა. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვეცვალა ურთიერთობა და ჩვენი გუშინდელი პარტნიორი გახდა ჩვენი მოწინააღმდეგე და მტერი. რაც თავიდან ბოლომდე ცვლის იმ სურათს, იმ ასე ვთქვათ, მიზანს, რომელიც ივანიშვილის მიერა დეკლარირებული, რომელიც ჩვენ თითოეულ ჩვენგვანს გვინდა რომ ქვეყანა იყოს სუვერენული. იმიტომ რომ რეალობაში როცა ერთი მხარე და ეს საკმაოდ გავლენიანი მხარეა, როცა ერთი მხარესთან შენ დაპირისპირებაში იმიტომ შედიხარ რომ შენი მართლობის ფორმა ვიღაცას არ მოწონს და რატომ არ მოწონს კიდევ ამბობ, უმეტეს შემთხვევაში ჩვენ და რა თქმა უნდა დასავლეთის თქმა, ჩვენ თვითონ არ ვიცით რომ ბევრი რამე გასამართია, ჩვენ თვითონ არ ვიცით რომ კორუფცია არ უნდა იყოს და რეალობაში როცა ამას ადრე ვამბობდით, სანამ ის ცნობილი მოვლენები მოხდებოდა რომ კორუფცია თურმე უმაღლეს ეშელონებში იყო და ამას სვათაშორის სააკაშვილის ხელისუფლებასაც ვეუბნებოდით და მაშინ სააკაშვილი ამბობდა რომ კი მე კორუფცია დავამარცხე, მაგრამ ელიტური კორუფციის რაღაცა ნიშნებია და ამას ვებრძვი. აი ჩვენთან ელიტური კორუფცია ის რასაც ვლაპარაკობდით. ხო, პირდაპირ გუგუნებს და ამას ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ რა ადამიანებზე მიდის საუბარი, რომ ვინ შეიძლება ხვალ აღმოჩნდეს. სინამდვილეში მე დარწმუნებული ვარ, რომ არა, ეს ყველაფერი კიდევ ამბობ, პოლიტიკური გარკვეული სვლარი და ხერხია იმისა, რომ დანარჩენებთან, ასე ვთქვათ, ზემოქმედება მოხდეს. თორემ ის რაზეც დაიჭირეს თავდაცვის მინისტრი, მისი მოადგილე, მე ცოტა ფართოვდება კიდევაც ეს წრე და მიდის საუბარი, რომ შეიძლება კიდევ უფრო მეცად შეეყოს. ეს ყველაფერი სინამდვილეში უბრალოდ პოლიტიკური ხერხებია. და გამომდინარე იქედან, რომ რაც სურს თქვათ იგივე ივანიშვილს და თქვენ დიდი ნაწილი ადამიანებისა მის მიმართ სიმპათიით ახართ გამსჭვალული. იმისათვის, რომ რეალურად ის რაც მას სურს, რასაც ამბობს, რისთვისაც სინამდვილეში
სიმპათიით ახართ გამსჭვალული რომ გინდათ რომ ქვეყანა იყოს მართლაც ორ ფეხზე დამდგარი, როგორც ისინი ხშირად ამბობენ, ორ ფეხზე დამდგარი იყოს დასავლეთთანაც მიმართებაში და ასევე რუსეთთან მიმართებაში იქნება, ეს აზიასთან მიმართებაში იქნება თუ ჩინეთთან მიმართებაში. ამისათვის საჭიროა გარკვეული სვლების გაკეთება. რომ ივანიშვილმა ხვალ უთხრას, თქვათ, იგივე დასავლეთთან თუ აქვს დაპირისპირება და რუსთან ფიქრობს ბევრი აქ მაყურებელიც რეკავს ხოლმე დამოს. რუსთანაც რომ თქვას, რომ იცი რა, ჩვენ ხო არ გვინდა რომ რუსეთის მასში აღმოჩნდეთ გავლენაში. ჩვენ გვინდა რომ რუსეთთანაც ნორმალური ურთიერთობა გქონდეს. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გქონდეს, ხო, ნორმალური ურთიერთობები გქონდეს. იმ რუსეთთან ხო გჭირდება იმის თქმა, რომ ელემენტარულად ხო უნდა უთხრას ივანიშვილმა, რომ ჩემთან არის ერთი ნაწილი, რომელიც არის დასავლური ტიპის ნაწილი და თქვენ ამ ადამიანებს იცნობთ, ამ ადამიანებს ვებრძვი, ამ ადამიანებთან კომისიამაც იმუშავა, ვცდილობ რომ მათი პოლიტიკური ასე ვთქვათ მოძრაობები საერთოდ აკრძალო, თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ და ამას მტკიცება არ უნდა, რუსია ამას ხედავს, მაგრამ მე არ შემიძლია არ გავითვალისწინო მეორე აზრი, რომ ამ ქვეყანაში არსებობს დიდი მასა ადამიანებისა, რომელსაც არ შენთან არ სურს მარტო შენთან ურთიერთობაში ვიყო, მათ სურთ სუვერენული ქვეყანა კონდეს და ეს რომ დავანახოთ და ამაში მიეხმაროთ, თითოეული თქვენგანიც რომ მიეხმაროს, ამიტომ აუცილებლად არის საჭირო რომ ქართულმა ოცნებამ 65% კი არ დადოს, რომ რასაც ის ამბობს რომ ჭირდება, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ის რასაც თქვენ გინდათ, ის რასაც ივანიშვილი დეკლარირებს, ის არ გამოვა. ის არ გამოვა, იმიტომ რომ ის ერთი ფრთა, რომელიც მის მოწინააღმდეგე ხდება, იმ ბალანსს არღვევს, რომელიც აუცილებლად გჭირდება რუსეთთან მიმართებაში. იმიტომ რომ დღემდე არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა ხალხო, თქვენ ამას ხო ხედავთ. ის რასაც ეძახის პროდასავლური ასე ვთქვათ ოპოზიცია, რომელსაც რადიკალურს ეძახის და რადიკალურს როცა ეძახი ვიღაცას, ესე იგი არსებობს არარადიკალურიც, მაგრამ ერთი დამისახელეთ, ვის ათვლიან ოპოზიციაში არარადიკალურად. ვინ არის რომ თუნდაც თვითმმართველობაში პირველ ქალაქებში თუ არა დანარჩენ რეგიონში ვიღაცა რაღაცას მართავს, მათ აზრს ითვალისწინებენ საკანონმდებლო ორგანოში, შენიშნებს ატარებს მთავრობა. არსებობს ასეთი ოპოზიცია? არ არსებობს. ერთადერთი ვინც არსებობს მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია. გავაჩინოთ ის ოპოზიცია. თქვენ შანსი გაქვთ ახლა 4 ოქტომბერს გააჩინოთ და დაანახოთ. სინამდვილეში ივანიშვილს ამითი კიდევ გეუბნებით, სათამაშო კარტს აძლევთ ხელში, იმიტომ რომ ივანიშვილი თითოეულ ჩვენგანს მეთამაშება. პირველი პირი ნებისმიერი თავისი პოლიტიკური ჯგუფით, ხელისუფლებით, ინსტიტუტებით, მაგრამ სინამდვილეში თითოეულ მოქალაქეს ისიც ამას ამბობს, ხო? თითოეულ მოქალაქესთან აქვს ურთიერთობა და მივცეთ იმის საშუალება მასაც, რომ როცა ის დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, ან მისი წარმომადგენელი როცა დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, ამ ქვეყანაში არსებობდეს არა მარტო ასე ვთქვათ ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი პოლუსი, არამედ სინამდვილეში არსებობდეს ის მესამე პოლუსი, რომელიც პოლუსიც სინამდვილეში თითოეულ თქვენგანშია. თითოეული თქვენგანი იმას ფიქრობს, რომ თქვენ გინდა დამოუკიდებელი, სუვერენული, ეკონომიკურად ძლიერი, ეკონომიკურად სიძლიერე ნიშნავს კულტურული განათლების როცა სისტემაში არის ისეთი როგორი ჩვენ გვინდა, კულტურულად ჩვენ თვითონ აგვაქვს ისეთი შეგვიძლია კიდევაც ეს ხომ არ არის დასამტკიცებელი. როდესაც ეკონომიკა ძლიერი გქონდა მე-12 საუკუნეში, მაშინ დაიწერა ვეფხისტყაოსანი. როცა ძლიერად დგეხარ ფეხზე, მაშინ აგა კულტურაში წარმატებები. სხვანაირად, როცა დანგრეული ხარ, დაშლილი ხარ, მაშინ არ აგაქვს ამ ხელა წარმატების არც საშუალება და არც ამისი რესურსი, ხო? ამიტომ იქნება და კიდევ გეუბნებით, სწორედ იმიტომ მე იმ ადამიანებს მიმართავ, ვისაც აი რატომღაც გონიათ ხოლმე, რომ ჩვენ რადიკალური ოპოზიციის მხარეს ხომ არა ვართ. პირდაპირ გეუბნებით, არა, ჩვენ იმ მხარეს ვართ, რომლის დეკლარირება ხდება და სინამდვილეში არ კეთდება. იმიტომ რომ ეს დეკლარირება ცარიელ ფარატინა სიტყვებად იქცევა, იმიტომ რომ რეალობაში ამის გაკეთებას სჭირდება სწორედ აი ეს პლაცდარმი, რომელსაც ჩვენ მაშინაც გეუბნებოდით და როცა ურემი გადაბრუნდა, ნახეთ რა სიტუაცია მივიღეთ, რომ დაძაბულობაა ქვეყანაში, ერი გახლეჩილია და ეხლაც ამის გაგრძელება. შანსი გვაქვს ამისი. და ეს შანსი გამოვიყენოთ. და გავაგზავნოთ ზარი ეთერში. ისაუბრეთ. დიახ, ისაუბრეთ. ალო. დიახ, გისმენთ, ისაუბრეთ. მე თქვენი ამოჩვენება თელი რაც ხსნობს მოვიდა ხდება მას შემდეგ. პირველი პარლამენტში ვიყავით ჩვენ. იქ მე კამპატონი ირმა რო კრამერთან რომ მივიდა და რომ იქ რაც მოხდა ხო ვიცით არ მინდა მაგაზე გავაგზავნო. იმის შემდეგ გაგვიწვალწუნეს ევროპელებმა, ასე ვთქვათ. ალანე თქვენი პოლიტიკა მოწონს ევროპის მიმართო, რასაც ლაპარაკობთ. მაგრამ მე ამბობდი, ჩვენ რაღაცაში
მოიკოჭდებს ან დაგვიძრებ არაჩვენი მიდგომები ამ მის მხრივ რაღაც უნდა გამოვცხოვროთ მე შანსი არ არის რომ დღეს გარდა ვინმე წამებს იმიტომ რომ ძალიან დიდ პატევს აქცენტ და მე თვითონ ბორჯომიდან ვარ წარმოშობით გაიხარეთ მოხდა ისეთი რამე აი როგორც ახლა არჩევნები შიდა არჩევნები მაშინ გაიმარჯვეს პატრიოტებმა და ფეხი დაუწათ რა მაშინ ახლა ყველა ვიცით რა ეგ ამბავდა რაღაცები გამოწასწორებელი გვაქვს რა მე ეგრე ვფიქრობ და დანარჩენი რა ვიცი მე არასობრად ვუბრამეს იმიტომ მე თქვენს ყოფილ გისმენთ პატრიოტ დავით პატევს ავცენ და თქვენიანი ვარ ქართველი ვარ რა ბოჭომელი ვარ გაიხარე პატრიოტი კაცი გაიხარე ჩემო ძმაო რა მინდოდა მე თქვა გუჩა აი უკვე არაერთხელ ამბობ შენ მაგალითად რომ თუ გვინდა რომ გადავარჩინოთ ქართული ოცნება ხალხს მოუწოდებ თუ გვინდა რომ გადავარჩინოთ ქართული ოცნება ну მისცემთ საშუალებას დაიწერო 65 60 ამბობ ყველაფერს მაგრამ ადამიანმა ხო შეიძლება იფიქროს რომ მე არ მინდა რომ გადავარჩინო მე უბრალოდ სხვას ვერ ვხედავ იმიტომ ვაძლევ ხმას რომ ის რადიკალური ოპოზიცია არ მოვიდეს რაც მე ყოველდღე მესმის ტელევიზიით რომ მოდის ბუა ანუ კი არ მინდა გადავარჩინო იძულებული ვარ რომ მივცე ამ კუთხით რო შევხედოთ აი ეს თემა სხვა მხრიდან მიაწოდე, ანუ შენ რადგან ლაპარაკობ, მიაწოდე სხვა მხრიდან რომ მაყურებელმა გაიგოს რომ შენ კი იმას კი არ ეუბნები რომ გადაარჩინეთ იმ კუთხით რომ თქვენ გიყვართ და გადაარჩინეთ. გასაგებია რომ შეიძლება ზოგიერთი აძლევს ხმას, არ უყვარს, მაგრამ იძულებულია სხვას ვერ ხედავს, ან გონია რომ აზრი არ აქვს, იმით ჩვენ უნდა მოვსპოთ ის აზრი, რომელიც ჩამოუყალიბდა ადამიანებს, რომ თუ ოცნება არა, სხვა არ არსებობს. ანუ ეს აზრი უნდა მოისპოს. ფიქრობ ამაზე უფრო მეტად სამუშაოა, თორე იმის თქმა რომ აი თუ გვინდა გადავარჩინოთ, გადარჩენა კი არ მინდა. მე მინდა რომ გონც მოვიდეს ქართული ოცნება. აი მაგალითად მე თუ მართლა მკითხავ, მე მინდა რომ გონც მოვიდეს ქართული ოცნება, იმიტომ რომ უკვე მართლა ზღვარს გადის და ჩრდილოეთ კორეას ვემსგავსებით. მე არ მაინტერესებს ის რადიკალური ოპოზიცია. საერთოდ მე ვამბობ რომ არ შეიძლება. მე კი არა, კაცო, ეს ტრაქტატებია დაწერილი ამ თემაზე, მონტესკიეს რო წაიკითხავ, რომლის ნაშრომსაც იყენებდნენ მამა დამაარსებლები ამერიკის ხო, კონსტიტუციის შედგენის დროს, იქაც წერია, რომ ერთ ადამიანს თუ ჩაუგდებ ხელში ძალა უფლებას, როგორი კარგიც არ უნდა იყოს, დროთა განმავლობაში მაინც ტირანი ხდება. ანუ ისტორიას არ ახსოვს ადამიანი, რომელმაც ჩაიგდო ხელში ძალა უფლება და მართავდა პატიოსნად 30 წელი, თქვა 10, 20, 30 წელი და არ გახდა ტირანი და არ გახდა დიქტატორი. ეგეთი ისტორიას არ ახსოვს ეგეთი რამ. მეფეებზეა საუბარი, როცა მათ ეს თქვა ღმერთი უბოძებდა იმ ძალაუფლებას, რომელსაც ისინი იღებდნენ, ხო, ანუ აკურთხებდნენ მეფეებს და ის თვლიდა რომ მისია სახელმწიფოდა. ჩვენ არ ვცხოვრობთ ახლა იმ პერიოდში, როდესაც შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ ჩემია საქართველო და მე ვარ და თქვენ და მე ჩემ შვილს დარჩება და ასე შემდეგ. არ ვცხოვრობთ, რესპუბლიკა ვართ. დამოუკიდებელი რესპუბლიკა, ირჩევენ ხელისუფლებას. ამიტომ თუ დღეს ვინმე ჩაიგდებს ძალაუფლებას ხელში ისე რომ ხელიდან სადავეებს არ უშვებს ცოცხალი თავით, უკვე უნდა გვესმოდეს რომ ტირანიისკენ მივდივარ და დესპოტიზმი მალე დამკვიდრდება ქვეყანაში. ამიტომ ეს არ შეიძლება, ეგ გვესმის. ამიტომ იმას კი არ ვამბობ გადავარჩინოთ, არამედ იმედი მაქვს რომ გონც მოვა და რაღაცას შეცვლის უკეთესობისკენ. იმიტომ რომ ჩვენ რო ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს, იმისათვის არ ვებრძოდის სააკაშვილს, რომ სხვა ტირანიული რეჟიმი მივიღოთ საქართველოში. ნამდვილად არა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პირადად მე ვთქვათ, არავინ დამსდევს დღეს და ვთქვათ, გოჩას არავინ დასდევს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის რასაც ვამჩნევ და რასაც ვხედავთ და რის გამოც ჩვენ ვებრძოდით იმ რეჟიმს, რომ დღეს გავჩუმდეთ. პირიქით, ვეუბნებით, გონს მოდით გაგვთ დრო. ხალხს ისე არ ეზიზღებით, რომ უკვე უკან დასახევი გზა არ გქონდეთ. არა, შეცვალეთ მიდგომები ადამიანების მიმართ. შეცვალეთ მიდგომები და შეიცვლება დამოკიდებულება თქვენს მიმართაც. ზარს უპასუხოთ და გააგრძელე გოჩი.
ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა ბატონო გიორგი. მოგესალმებით. მე ცოტა მაინტერესებს, აი ახლა გავედით არჩევნებზე. მოგეცით ხმა თქვენ. და რა გარანტია გვაქვს, რომ ის რიცხვი დაიწერება, ვინც თქვენ ეს ხმები მოგცათ. რამე საკონტროლო საშუალება არის, რომ ჩვენ ეს გავაკონტროლოთ. მოდით იცი რა. მე მათ ესეთი წინადადება, თუ თქვენ სხვა ვარიანტი გაქვთ, ალბათ იტყვით. შეიძლება რაღაცა ნომერი ტელეფონის გამოვაცხადოთ, ვინც თქვენ ხმას გაძლევთ, რომ დავრეგისტრირდეთ თქვენთან, დაგირეკოდეთ და ჩემი გვარი, სახელი, რაღაცა მოგაწოდოთ და რაღაცა აღარიცხვა გავაკეთოთ ეგეთი, რომ თქვენ უკვე გეცოდინებათ თქვენ მხარეს ვინ არის. მე გეტყვით ბატონო ერთი წამით არ დაკიდოთ ყურმილე თქვენ რასაც გვთავაზობთ ასეთი რამე კეთდება როდესაც იმართება აქცია იმიტომ რომ შესაძლებელია მოაგროვო 5-10,000 ხმა როდესაც არჩევნებზე მიდის საუბარი მანდა 100,000 150,000 ხმაზე მიდის საუბარი თქვენ უბრალოდ უნდა გესმოდეთ რომ ტექნიკურად შეუძლებელია დარეკონ Patriota ალიანსში და დარეგისტრირდეს თქვა 100,000 ან 150,000 მე რა წინადადება მაქვს თუ თქვენთან არის მაგის საშუალება მე მყავს მეგობრები მე თვითონ მოგცემთ რამოდენიმე ტელეფონს გამოაცხადეთ ტელევიზიით და ჩვენ დავირეკონ და იქნება ჩვენ გავაკეთოთ ეგ აღრიცხვა რამენაირად. კეთილი. არა, არა, ძალიან კარგი შემოთა. აი ბატონი თვითონ გვთავაზობს რომ გვერდში დაგიდგებით და მე და ჩემი მეგობრები შევძლებთ აღრიცხვას. ძალიან კარგი. დატოვეთ თქვენი ტელეფონის ნომერი, დაუტოვეთ ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს, აი ახლა რომ ჩვენ შევწყვეტავთ საუბარს, ჩვენ დაგიკავშირდებით და მე უკვე ცალკე ტელეფონით გავისაუბრებთ და ალბათ მივალთ რაღაც კონსენსუსამდე და დავგეგმავთ თუ რას გავაკეთებთ უახლოეს მომავალში. კარგით? გიორგი, კარგია, რასაც ბატონი გვთავაზობს და გეთანხმებით, მაგრამ მე გავიხსენებ იმას, რომ ეს ჩანაწერები, როგორც უნიკალური ჩანაწერებიც კი არსებობდა და რომელიც გადამოწვდა კიდევაც. გადამოწვდა იმ კუთხით, რომ თავსართი არ ქონდა, რომ თქვა მე ვლაპარაკობ, ან თქვენ ლაპარაკობთ, ან თქვენ ლაპარაკობთ, მაგრამ ის რომ განსხვავებული ხმებია და ასეთი ისიც კი ქონდა, ასე თქვა ბაზა, რომლითაც ვაჩვენეთ, მაგრამ ამან შექმნა, ასე თქვა ის გარანტია, რომ არჩევნები არ გაყალბებულიყო, ასეთი რამე ძალიან ძნელი გასაკეთებელია, თუმცა ცდილობები ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელები ჩამოუშვათ, ხო? ამიტომ ვეცადოთ, რასაც თქვენ ამბობთ, მაგრამ არა, ამ შემთხვევაში მე გეთანხმები, რომ შეიძლება ეს არ გახდეს ასე ვთქვათ, რაღაც დასაბუთება ხელისუფლებისთვის, რომ ამდენმა კაცმა დარეკა, ან არ დარეკა და ასე შემდეგ. ამაში გეთანხმები, მაგრამ ეს არის პრეცედენტი, სადაც ადამიანი შენი ამომრჩეველი ხო ჩართულობას ითხოვს და შენ უარი არ უნდა თქვა მაგაზე თუ ჩართულობა უნდა რაც მეტი ადამიანი გამოჩნდება რომელსაც პირდაპირ ჩართულობა უნდა პოლიტიკურ პროცესში მით უკეთესია ზარია ეთერში არ გახდეს ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით და დაუწიეთ ტელევიზორს ისაუბრეთ ბატონებო და ქალბატონებო ანუ ძვირფასო მაყურებლებო ჩვენ შევთანხმდით უკვე არაერთხელ ვთქვით და ვითომ და შევთანხმდით მე მეგონა რომ შევთანხმდით რომ როდესაც რეკავთ მიმღები უნდა იყოს დაწეულ მდგომარეობაში ხმა უნდა დაუწიოთ შეიძლება სურათს უყურებდეთ მაგრამ ხმას უნდა დაუწიოთ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ გვაკარგინებთ დროს ეთერს ეკარგება დრო, თქვენ დროს კარგავთ, ჩვენ დროს კარგავთ და არ დგება კომუნიკაცია. ამიტომ ეს თხოვნა მაინც შეასრულეთ, ზარია. ერთი შეკითხვა გვაქვს. დიახ, ისაუბრეთ. რა ამდენი ტელევიზია არის ჩვენ საქართველოში? რატო ერთი ტელევიზია არ ახსენებს პატრიოტ ალიანსს? ეს მინდა გავიქო. კიდევ ერთხელ გაიმეორეთ თუ შეიძლება ვერ გავიგე. ამდენი ტელევიზიები გვაქვს საქართველოში. ამდენი ტელევიზია. ტელევიზია არ ახსენებს პატრიოტ ალიანსს. რატომ არ ახსენებს?
რატომ არ ახსენებენ? რატომ არ ახსენებენ? გაითიშა? არა, რატომ არ ახსენებენ? მე უბრალოდ მინდოდა მეკითხა ამ ბატონისთვის, რომ დაგვისახელოს ეს ტელევიზიები. მე გვითხრას ვის ემსახურება ეს ტელევიზია და მე ამ უკვე თუ გვეთქვის ვის ემსახურება, თავისივე კითხვაზე პასუხს თვითონ გასცემს, იმიტომ რომ არ შეიძლება ეხლა ეგრეთ წოდებული ლიბერალური ტელევიზია პატიჟებდეს პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს და მათთან ჯდებოდეს ან იმისათვის რომ პოლემიკაში შევიდეს, ან უბრალოდ გააპიაროს, ასეთი რამე გასაგებია არ არსებობს და ვერსი არსებობს. ანალოგიურად სახელისუფლებო ტელევიზიებიც არ დაუძახებენ, იმიტომ რომ ჩვენ იმდენი კითხვა გვაქვს და იმდენი სათქმელი გვაქვს, რომ მე მგონი ეს სერიოზულად შეარყევს მათ რეიტინგს. აქედან გამომდინარე, არც ერთს არ აწყობს და არც მეორეს და სხვა ტელევიზიები არ არსებობს გარდა ობიექტივისა, რომელიც რეალურად ობიექტურად აშუქებს მოვლენებს. ამ ეთერში, როგორც ჩვენ ვჯდებით ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ამბობენ, რომ ყველასთან უნდა გქონდეს კარგი ურთიერთობა, რუსეთთან, ამერიკასთან, ევროპასთან და ასე შემდეგ, ანალოგიურად ჯდება ხალხი, რომელიც ამბობს, რომ მარტო რუსეთთან უნდა გქონდეს ნორმალური ურთიერთობა და დასავლეთთან არა, ასევე ჯდება ხალხი ამ ეთერში, ვინც ამბობს, რომ მარტო დასავლეთთან უნდა გქონდეს კარგი ურთიერთობა და ეს ზუსტად იმას აღნიშნავს, რომ ეს ტელევიზია თავისუფალია, აქ არ არსებობს დიქტატურა და არავინ არავის არ ეუბნება, რომ შენ ამ თემაზე არის, როგორც სხვა ტელევიზიებში ხდება, რომ შენ სხვა თემაზე არ ისაუბრე, მარტო ამ თემაზე ისაუბრე და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვინმე დავპატიჟოთ სხვა ბანაკიდან ჩვენთან ტელევიზიაში, მაგრამ არავინ არ მოდის სამწუხაროდ რა რამოდენიმეჯერ იყო, მაგრამ მე ადამიანებს გირჩის ისინი რომ მოუყავდა და მე უჩნდებათ რომ ის რომ მოვიდა ეგეთი მომენტი ჩდება ხოლმე და თქვენ იქით ხო იმას არ გადახდით რაღაც, მაგრამ არა, ნუ აქ უფრო არ მოდიან, იმიტომ რომ ის პოლემიკა რომელიც იწყება ხოლმე ამ ეთერში მათთვის სასარგებლო არ არის და მე უკვე მეორედ აღარ მოდიან. ზარი ეთერში. ალო. დიახ. გისმენთ ისაუბრეთ. ისმის. ალო. დიახ, ისმის თქვენი ხმა ისაუბრეთ. ახლა მე გამარჯობა, მე რა გიქცე. აი ნაციონალური მოძრაობა მოწესა ახლა. ოჩება ხალხო არამე გავაუხო ნაციონალს. ვაცალო, თიგირა, აი ის აი ნაციონალური გამტარებული რომ ისონ უხე ჩვენ გავხმა უხდება მე მოწყო დიდი აქცენტა მე მივახსოვს მას უარა და ვაცალ აი ნაცები იმიტომ არიან გაბრალდებული რომ თვითონ უხდება ამ არჩევნებად აი ამ დაგვირდა არ გაბულობს მონაწილეობას მე მოწყო პასუხი ხოდა თუ შანახლა მას ნაცები უჯერ ბაში ხმა საერთოდ დაგარგავ არ გაწიგავ გაიხარეთ, მაგრამ ეს ნაცების გაუქმებას გვეუბნება, რაც მოვიდა ხელისუფლებაში იმის მერე. სულ ყოველი ახალი არჩევნების წინ, სულ ყოველთვის ნაცების გაუქმებაზე ლაპარაკობს. ამ არჩევნებში ნაცი არ იღებს მონაწილეობას. და ამ არჩევნებში კიდევ საერთოდ არ ღებულობს ნაცის მონაწილეობას და ვის ებრძვის მაშინ? ისინი ხო არ ღებულობენ მონაწილეობას. ნაცი არ ღებულობს მონაწილეობას. არა, ეხლა დაბრალდა, რომ ეხლა გირჩი, თქვა, ლელო იგივე ნაცები არიან. ანუ როგორი მომენტია, იცი, ნაცი უკვე ის ნაცი კი აღარ არის, ვისაც ჩვენ ვებრძოდით თავის დროზე. ეხლა ნაცი არის ყველა, ვინც ოპოზიციაშია. ხო, მე მგონი გახარიაც ნაცია უკვე. ყველა ნაცია, ვინც ოპოზიციაშია და არ იქნება ხვალ გახარია, ლელო ის მოიწვა, ახალი პარტიები გაჩნდება, ისინიც ნაცები იქნებიან. ხო, აქ ხო სინამდვილეში აი გიორგი ამბობდა, სწორედ იმაზე ლაპარაკობდა, რომ აი ავტორიტარიზმი მერე მოდის თქვა იგივე ტირანია, დიქტატურა, ხო? ხლა მოდით ვიყოთ რეალურად რო შევხედოთ. სანამ ჯერ კიდევ არსებობენ ტელევიზიები, სადაც მიდის საუბარი, განსხვავებული აზრი, ხო? მანამდე კლასიკურად ჯერჯერობით ტირანია და დიქტატურა არ არის. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ყოველთვის იყო, რომ რატომღაც ეს მომენტი არსებობდა, რომ მედია საშუალებები ყოველთვის არსებობდა, რომელიც ლაპარაკობდა ოპოზიციურას გამოთქვავდა ოღონდ. თელი არსი სწორედ იმაშია, რომ შევარდნაძის დროსაც გახსოვთ, ხო? ამაყობდა კიდევაც ამით კაცო, როგორი დიქტატორი ვარ, მე ვაგერობ ტელევიზიაში, გამოდიანო და მლანძღავენ, მაგინებენო. რეალურად რა არის, იცით, აი, როდესაც ტელევიზიებში რაღაცას ამბობენ
და მართლაც ეს ახლა კლასიკურად არ არის ეს რა ქვია ავტორიტარიზმი, მაგრამ როცა ამას რეაქციას არ აძლევს ხელისუფლება. როდესაც გამოიყო და სუბკულტურა გახდა. აი ჩვენთან ტელევიზიებში, აი თქვენც ამბობდით, რატომ იქ არ გეძახიან, რატომ არის რომ თქვა სამთავრობო ტელევიზიაში რატომ არ გვეძახიან, ან სამთავრობო ტელევიზია რატომ არ ეძახის თუნდაც იმათ ვისი მოწინააღმდეგეცა. ჩაიკეტა, გესმით? სისტემა ჩაიკეტა ესე რომ ყველა თავთავისი ასე ვთქვათ აუდიტორიასთან დარჩა მარტო და უფრო ასე ვთქვათ აწყობთ ესეთი დამოკიდებულება, კომფორტულად გძნობ თავს. როცა შენ ადამიანს რომელთანაც განსხვავებული აზრი გაქვს, კი პოლემიკაში კი არ შედიხარ. შენ ცალკარში თამაშობ, იმას თავის კარები აქვს, ცალკარში თამაშობს და საბოლოო ჯამში მე მოსახლეობა უპირისპირდება ხოლმე ერთმანეთს. აი ეს სისტემა მივიღეთ. ასევე როდესაც კიდევ ვამბობ, სააკაშვილს ჯერ ვერ შეადარებ ამ ხელისუფლებას რაც იქ ხდებოდა. ხლა არ ვიქნები მართალი რომ თქვა რომ აი როგორც მაშინ საშინელება ქუჩაში ხოცავდნენ ხალხს ეს ყველაფერი იყო. ნელ-ნელა მიდის აქეთკენ, მაგრამ ჯერ აქამდე არ მისულა და ღმერთმაც ნუ მიიყვანოს, მაგრამ თავისთავად 65%-ს როცა დაიწერა ამ არჩევნებზე, ამის მერე დგება მეორე მომენტი. მეორე მომენტი არის ის, რომ ეს 65% ეხლა ითხოვს, რომ დამყარდეს წესრიგი და მსგავსი რაღაცები გავლილი გაიხსენეთ. თუ ჩვენ თვითონ პირდაპირ შეიძლება ვერ ვიხსენებთ და ასაკი არ ყოფნის, ხო გადავხედოთ უბრალოდ ჩვენი მშობლების თაობას, რომლებმაც იცხოვრებს ასეთ სიტუაციაში, როდესაც შრომელთა აზრით დანარჩენ განსხვავებულ აზრს ყველას ებრძოდნენ, ციხეში ყრიდნენ, ან საგიჟეთში მიყავდათ. არ გვინდა მსგავს სიტუაციაში შესვლა. ეს მარტო კომუნისტების იმას დროს არ იყო ხელისუფლების დროს. ესეთი იყო თქვათ იგივე ფაშისტური ხელისუფლებები. დღესაც არსებობენ. ჩვენ ვიცით ქვეყნები, სადაც გახსოვთ თქვენ თვითონაც ნანახი გაქვთ, რომ კარგად არტიროდაო მამა ჩემცო, როდესაც გარდაიცვალა ხო კიმ ჩენ ინი და ამის გამო ადამიანებს იჭერდნენ. არ გვინდა რომ ჩვენ ამ გზაზე ვიაროთ, იმიტომ რომ როგორც კი ადიხარ და ამბობ რომ ჩემი მზარდი 65 და კიდევ უფრო მზარდი და მზარდი იქნებაო. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ბატონი ამბობდა, ჯერ გაანადგუროს ნაცებიო, გაანადგუროს ისინი აკრძალოსო. როგორ ანადგურებს პირიქით, ანადგურებს კი არა, ამბობს სხვაც რომ ჩდება იმასაც ნაცეძახის. იმიტომ რომ კარგია, მისთვის არის საკმაოდ კარგი ნოყიერი ნიადაგი, რომ ყველა განსხვავებული აზრი იყოს რადიკალური და გითხარით კიდევაც. რადიკალურს როცა ვიღაცას ეძახი, ესე იგი განსხვავება გაქვს, არსებობს რადიკალური პოლიტიკური პარტიები და არსებობს არარადიკალური. და სად არის ეს არარადიკალური? ის ხომ ყველას რადიკალურს ეძახის. ის ხომ ყველას ნაც ეძახის, კაცო, იმას გახარიასაც კი გამოვიდნენ და ავიცი მოღალატე კაცი რომელიც იყო ცოტა ხნის წინ და არა მარტო ეს ერთია გახარია ესეთი, ხო? ასე გვახსოვს ჩვენ პრეზიდენტები, რომლებსაც გვეუბნებოდნენ, რომ ეხლა ოღონდ ხმა მიეცით კაცო ამ პრეზიდენტს. ოღონდ ეხლა გადადგით ეს ლაბეჯი და რას ლაპარაკობთ, ყველას მოგხედავთ. ოღონდ ეხლა ეს პრემიერი, ეს კაცია ერთადერთი კრიტერიუმს რო ვეკითხებოდით, რა იყო? საოცარი კრიტერიუმები ქონდა ყოველთვის. ისევე როგორც ეხლანდელს პრეზიდენტზე. არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ შეიძლება კრიტერიუმი ის იყოს, რომ ჰაბიტუსით არის ქართველი და ამიტომ ამის გამო ავარჩიო. სხვა რაღაც კრიტერიუმებიც საჭიროა, ხო? რო გქონდეს. აქედან გამომდინარეა, რომ სადამდე ვაცალოთ ხალხო. სადამდე უნდა ვთქვათ, კიდევ ერთხელ ვაცალოთ, აგერ ბატონი ამბობს, რომ აი როცა საერთოდ რომ გააქრობს ამ ნაცმოძრაობასო, მერე თუ არ ქნაო დავიწყოთ აქციები. არაფერი აქციებზე არ გეუნებით. მარტივ რამეს გეუნებით. ხმის მიცემას გეუნებით, რომელიც თავისთავად გამოხატავს და ჩააფიქრებს ქართულ ოცნებას. აი რასაც ბატონი ბრძანებდა, როგორ დავიცვათ. ის რომ ხედავს, რომ სინამდვილეში თქვათ სიტყვაზე ვამბობ 30%-ია და 3-ის დაწერას რო აპირებს, ის ხო ხდება იმას, რომ მისმა პოლიტიკამ არ გაამართლა. ჩვენ ეს დავანახოთ. მოიცა ბოდიში გოჩი. მოდი ბატონს აუხსნათ რა, რომ აი ზუსტად ეს არის პრობლემა, როდესაც შენ იწყებ ფიქს, როგორ აი მე რო ხმას მივცემ, ჩემი ხმა დაცული იქნება თუ არა. მოდით ამ ეტაპზე, სანამ ჩვენ სისტემა ესეთი დამპალი გვაქვს პრინციპში, შემიძლია პირდაპირ თქვა და არ მუშაობს კორექტულად. მოდით არ ვიფიქროთ იმაზე, ხმას რომ მივცემ, ჩემი ხმა დაცული იქნება თუ არა. თქვენ მიაცით თქვენი ხმა, მიაცით. ერთი მისცემს, მეორე, მესამე, მეხუთე 100,000 კაცი, 150,000 კაცი მისცემს ხმას, კი ბატონო, რაღაცა გარღვევები იქნება, მაგრამ არა იმხელა, რომ ისევ დაგვიწერონ 1 და 8, თქვათ 3 და 5 და ასე შემდეგ. ანუ იმდენს ვერ მოგპარავს, რამდენსაც იპარავს დღეს. ამიტომ და რატო იპარავს? იმიტომ რომ ბევრი ფიქრობს, მე რო ხმას ვაძლევ, ჩემი ხმა დაცულია თუ არა, თუ არ ვიცი დაცულია თუ არა, ჯობია ისევ ამას მივცე ხმა. ანუ მე მინდა
ლოგიკა მე მინდა მივცე ხმა პატრიოტთა ალიანსს მაგრამ მე არ ვიცი რამდენად დაცულია ჩემი ხმა შეიძლება ოცნებამ მოიპაროს პატრიოტთა ალიანსის ხმები ამიტომ მოდი პირდაპირ ოცნებას მივცემ ჩემ ხმას ესე გამოდის ეს ლოგიკა გაქვთ ხალხო დააკვირდით თქვენ თვითონ თქვენი ლოგიკური თუ პატრიოტთა ალიანსის ხმას ვერავინ ვერ მოპარავს გარდა ქართული ოცნების ანუ ხელისუფლებისა ხო ასეა კი და თქვენ რა გადაწყვეტილებას იღებთ რომ პატრიოტთა ალიანსის ხმას თუ ვაძლევ ხელისუფლება თუ იპარავს და პატრიოტთა ალიანსი ვერ იცავს თავის ხმას ჯობია პირდაპირ ხელისუფლებას მივცე ანუ ეს ხო ლოგიკურად რო იმჟოთ ეს ხომ არასწორია ანუ აპრიორში თქვენ თვითონ ქმნით დიქტატურულ სისტემას სახელმწიფოში. როცა თქვენ პირიქით უნდა ცდილობდეთ რომ რაც შეიძლება მეტი პარტია, პოლიტიკური პარტია თქვენთვის მისაღები. მე არ ვამბობ რომ ყველა პარტია თუმცა იმის თქმაც შემიძლია რომ იმ ლიბერალურ პარტიებსაც რა თქმა უნდა არსებობის უფლება აქვს თუ არიან ადამიანები რომლებიც ხმას აძლევენ ესე იგი მოსწონთ და უნდა იყოს ეს პარტია აბა ეს არის დემოკრატია, ეს არის პლურალიზმი, პოლიტიკური პლურალიზმი, აბა როგორ გინდათ? ჯანსაღი საზოგადოება სწორად არ ჩამოყალიბდება, იმიტომ რომ მარტო ერთ მხარეს გადახრილი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მართლაც ჩამყაკდება, ჩალპება კიდევაც. აუცილებელიც არის მათი არსებობა და გარკვეული, ასე ვთქვათ, გავლენის მოხდენა მათაც რო შეუძლიათ, ესეც ნორმალურია. ჩვენ ამიტომ გქონდა ხოლმე, რომ ვახსენეთ, სწორედ გირჩთან როცა გქონდა საუბარი, თუ იმ ადამიანების აზრით, მათი ხედვა შეიძლება ჩემსაც არ ემთხვევა, მაგრამ საინტერესოა და ბევრი რაღაცა რომ მაძლევს იმის საშუალებას მათი ის აზროვნება რომ კორექტირება ჩემთანაც გავაკეთო რაღაცის რომ ის რაც მინდა რომ მიზნად და დავსახო და მივიყვანო იმ პირობებში როცა არსებობენ ადამიანები რომლებიც სხვაგვარად საუბრობენ მათთან როგორ უნდა დავალაგო იმიტომ რომ ჩვენ ახლა ერთ გემში ვართ ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ განსხვავებული ხედვებით განსხვავებული შეიძლება არ ვიცი ფასეულობებით განსხვავებული შეფასებების ნაწილით მაგრამ ერთად ავართ და ეს არის სწორედ ის რომ სიმდიდრეს რო იძლევა ისევე როგორც კიდევ გეუბნებით საქართველოს მრავალხმიანია რომ ვამბობთ ის მრავალხმოვნებაა სწორედ ხო მაინდა-მაინც მარტო იმაში ხო არ არის ლაპარაკი რამდენად ბგერები გესმის მრავალხმოვნებაა სხვადასხვანაირი აზროვნება სხვადასხვანაირი ტემპერამენტი სხვადასხვანაირი ხედვა რაღაცის იმიტომ რომ ეს მრავალფეროვნება სინამდვილეში არის სრულფასოვნებას გაძლევს ეს ჩვეულებრივად ესეა ნებისმიერ სფეროში იქნება ეს სიმღერაში იქნება ეს კულტურაში თუ იქნება ეს რა ვიცით პირდაპირ სახელმწიფო მართლობაში და მე ამიტომ ვამბობდი სწორედ მაშინ გიორგი რომით გადარჩენას კი აი თუ გვინდა რომ რეალურად რაღაცა მივიღოთ გადარჩენას ამ შემთხვევაში სწორედ ამას გულისხმობდი რომ არიან ადამიანები იმით კი არა რომ ხმას რომ აძლევ არა იმისათვის რომ თუნდაც ის ქართული ოცნება რასაც ამბობს თქო დეკლარირება ერთია სააკაშვილსაც დეკლარირებას რომ მოგესმინა გადასარევი დეკლარირება ქონდა კაცო მას უნდა და ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს თორე როგორ მინდა ყველაფერი აყვავებული იყოსო ხო გახსოვთ დეკლარირება არ შეუძლია შევარდოს კი არა რომ გავანადგურო საქართველოს ხო ისიც ამას ამბობდა ოღონდ იმასავით იყო ხელისუფალი კი არა ჭირისუფალივით ისე გამოდიოდა არ გახსოვთ მისი ისა კი კაცო აგერო რა ვქნა შუქი არ არის ეს არ არის და როგორც ჭირისუფალი ისე გველაპარაკებოდა ამ დროს ხელისუფალი იყო ხო აქედან გამომდინარე მივცეთ აი გიორგი ამბობდა ხელისუფლებას არ უნდა კონდეს საშუალება იმისა რომ თავიც დაიღუპოს და ქვეყანაც დაღუპოს მას არ უნდა მისცე იმაზე მეტი ძალაუფლება რომელიც სინამდვილეში მასვე დაღუპავს მას მის შემაკავებლად გჭირდება ეს ჩვეულებრივი რამეა ოჯახშიც ურთიერთობების დროს მეგობრებთან ურთიერთობების დროს ხანდახან არის რომ ადამიანი რომ გვიყვარს სწორედ იმიტომ ადამიანი რომელიც გვინდა რომ გადარჩეს სწორედ იმიტომ ადამიანი რომელიც არ გვინდა დაიღუპოს ხშირ შემთხვევაში ესეთ რაღაცას ვაკეთებთ რომელიც მას შეიძლება საერთოდ არ მოსწონდეს ჩვეულებრივი რამეა კიდევ გეუბნებით ადამიანი მიდრეკილია ძალაუფლებისაკენ ეს ყველა ადამიანში დებს ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერი ოჯახის წევრ შეხედეთ მეზობელს მეგობარს ახლობელს საკუთარ თავს შეხედეთ ყველა ადამიანი მიდრეკილია აქეთკენ ოღონდ რის საშუალებას მივცემთ ჩვენ ამაზეა დამოკიდებული სწორედ და ქვეყანაში სახელმწიფოში აგერ გიორგი ამბობდა იყო მონარქიული სახელმწიფოები სადაც წყარო ხელისუფლებისა ითვლებოდა რომ ღვთისგან ბოძებული იყო დღეს შეიცვალა 21 საუკუნეში წყარო ხელისუფლების ხართ თქვენ აქედან გამომდინარე თქვენ უნდა მიცეთ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ხშირ შემთხვევაში რომ არის ხოლმე ლაპარაკი რომ ხალხი რასაც იმსახურებს ის ხელისუფლება ყავს ანუ რეალურად ამაზეა ეს აზრია სწორედ ჩადებული ჩვენ თვითონ ვზდით ჩვენ თვითონ ვაძლევთ ხელისუფლებას იმ ძალაუფლებას იმ ფარგლებში რომელ ფარგლებშიც მე მას შეუძლია მოქმედება ამიტომ
რაღაცებში თუ არ მოვზღუდეთ და რაღაცებში თუ არ შევძელით, ლაგამის ამოდება, ხო? სხვაგვარად ურთულესი იქნება ვერც ქვეყანას წაუმართავ და თანაც გადაიჩეხება ისე რომ შეიძლება თვითონ სულაც არ უნდა გადაჩეხვა კაცო იმ ადამიანს და მე არ ვიცი არც ერთი ადამიანი რომელიც ხელისუფლებაში იმ აზრით მოდის და იმ გონებით მოდის რომ დავაქციო და ჩემი ერი გავანადგურო და ჩემი სახელმწიფო დავშალო. არც ერთი არ მოდის ასეთი აზროვნებით, მაგრამ ეს გამოსდის ბოლოს და ამიტომ ვცადოთ ჩვენ რომ იქნება შევძულოთ რომ გარკვეულ წილად ვმართოთ სიტუაცია. ჩვენ თვითონვე შევქმნათ ეს გარემო და გვაქვს ამისი შანსი. კეთილი. ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა, პირველი ნაწილის დრო ამოიწურა. მე ბოდიში მინდა მოუხადო იმ მაყურებელს, ვისი ზარიც ვერ შემოუშვით, ჩვენ ბოლო რამოდენიმე ზარი ჩაიშალა, იმიტომ რომ საუბრობდით, თუმცა თქვენ გაქვთ საშუალება მეორე ნაწილში დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში და სიამოვნებით გაგესაუბრებით. დროებით 10 წუთში ისევ დაგიბრუნდებით.